ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. მაყურებელი ამჯერად ნიკოლაი გოგოლის ქორწინებას იხილავს, რომელზეც ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა შეროზია მუშაობს. დროს გადამღები ჯგუფი დღეს წინა საპრემიერო რეპეტიციას დაესწრო. რას იხილავს მაყურებელი 22 ივნის ნახეთ მარი ბოლქვაძის რეპორტაჟში. თავარია კარგად დააკვირდე, შეათვალიერო. ამ წარმოდგენის გმირების მსგავსად ყოველს ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დგება მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა შეათვალიერო, თუმცა ხანდახან მხოლოდ შეთვალიერებაც არ კმარა. მან აუცილებლად უნდა იცოდეს ფრანგული. ყველა მხარეს თავისი მოთხოვნა აქვს, თუმცა იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, სულ სხვა რამაა მთავარი. ცხოვრების ყველაზე რიტუალური მომენტის წინ მთავარი არჩევანის წინაშე ამჯერად ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები დგანენ. ერთი საპატარძლო, 4 სასიძო და რა თქმა უნდა მაჭანგალი. ნაცნობი სიუჟეტის მონაწილე, აუცილებელი სამკუთხედი, რეალობაშიც და სპექტაკლშიც ერთი მიზნისთვის ერთიანდება. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის ამ ისტორიას ქორწინება ქვია. უმჯობესია მეცმივე და ღმერთის ნებასმურს დავემორჩი. რაღაცეებით მგავს ეს აგაფია. კერდა მე ვგავარ, ერთმანეთს ვგავართ. მართლა რთულია, აგაფიესთვისაც რთულია არჩევა, როგორც ცხოვრებაში. მთავარია იცოდე, აგაფიეს პრობლემა ისე რომ არ იცის. რომ იცოდეს ხო ადვილი იქნება და ჩვენ სხვა ადამიანებმა ხშირად არ ვიცით რა გვინდა. ეს არის კლასიკად ქცეული ამბავი ბედსა და უბედობაზე, რომელიც თავის დროზე ნიკოლაი გოგოლმა თავის ნაწარმოებში აღწერა და ადამიანების ცხოვრების სტილი მკაცრად გააკრიტიკა. სიუჟეტი კი თავისი ტრაგიკომიკური ელემენტებით სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორმა ლაშა შეროზიამ გადაიტანა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია ჩემს ცხოვრებაში ქორწინება, იმიტომ რომ შემიწყებს სხვა ადამიანთან ცხოვრებას და შეგვიძლია ცხოვრების ბოლომდე მასთან უნდა იყო. ადამიანებს გოგოლის პერსონაჟებს ყველაზე მნიშვნელოვანი აქვს დაკარგული ცხოვრებაში. ეს არის სიყვარული და აი ამის შევსებას ცდილობენ და აქედან გამომდინარე მათი ფსიქიკა იცვლება. გოგოლი იმდენად ძლიერი დრამატურგია, რომ დღევანდელ დღესაც მუშაობს, იმდენად რამდენადაც გოგოლი კლასიკაა უკვე. ეს არის მარტო რუსული მდგომარეობა, რუსეთის მდგომარეობა, ეს არის თლიანად საზოგადოების მდგომარეობა. ის ამბავი, რაც სპექტაკლში ხდება, საქართველოშიაც წინაპლანზე დგას დღეს. ექსპერიმენტული დადგმისთვის რეჟისორს თეატრის სხვენში მდებარე სარეკვიზიტო დარბაზი შემთხვევით არ აურჩევია. ინტერიერი, დეკორაცია, მუსიკა, წარმოდგენის უკეთ გასააზრებლად დრამატურგის ყველა მთავარი პრინციპი დაცულია. ეს არის ჩემი აზრი დამოკიდებულება ცხოვრებასთან, ჩემი აზრი დამოკიდებულება ქორწინებასთან, მე ამყავს ცოლი, მაგრამ გოგოლის ერთ მთავარ პრინციპს ვინ არჩუნებს, წერილი რომ იწერებს მსახიობს, რომ უკეთესი იქნება, რომ ყველა მსახიობი, ვინც ითამაშებს, იყოს დაქორწინებული, ის უფრო მეტად მიხვდება სინამდვილეში რა არის ოჯახური ცხოვრება და სინამდვილეში როგორი უნდა იყოს. ყველა დაქორწინებულია ჩემთან სახი. სხვენის პარალელურად თეატრის მთავარ სცენაზე კიდევ ერთი რეპეტიცია მიმდინარეობს. ქორწინების შემდეგ ბათუმელი მაყურებელი ემილ ზოლას ტერეზა რაკელის ისტორიას იხილავს. სპექტაკლზე ავთო ვარსიმაშვილი მუშაობს. ვარსიმაშვილის მიერ შექმნილი სპექტაკლები ყოველთვის არის ძალიან დიდი ვნება, ძალიან ბევრი ემოცია, მაღალი გამოვნება, ზუსტი რითმი და როგორც წესია, ადეკვატური მაყურებელი. მის თეატრში, თავისუფალ თეატრში ბილეთი არ იშოვება. ძალიან მაინტერესებს როგორ მოიქცევა ბათუმელი მაყურებელი. თეატრის მოყვარულები ქორწინებას კვირას ნახავენ, მომდევნო პრემიერა კი 11 ივლისისთვისაა დაგეგმილი.